მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო. და ნახოთ ფინანსები. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი ამეთვისტო მეორე ვარიანტი ციტრინი ან ციფრები დაერჩიეთ ან ქვებით. ინსერტია პირველი ვარიანტი. მეგობარი, მეზობელი. ყავთ ენერგეტიკულ ვერცხლში ქულდი. რამაც გამოიწვია თითქოს თქვენი რაღაც არის აქ გამოვა მდგომარეობაში ფინანსური ენერგია. შეიძლება ხა ფლად ბლოკაპიკებს არ ითვლით, მაგრამ რაღაც არ არის რა, ისე როგორც უნდა იყოს. ეს მოდის თქვენი ან მეგობარი, თანამშრომელის მოდი ასე ვთქვათ. ან მეზობლიდან. ცოტა შიშის ვარიანტსაც ვხედავ იმის მხრივ, რომ რა გავაკეთო, მეტი რა გავაკეთო, თითქოს ესეთ პოზიციაზე ხართ. აღარ ვიცი, მეტი რა გავაკეთო. და ალბათ ეს არის, რაც ცოტა გაფიქრებთ, გაშინებთ. რა იქნება, მოდი ვნახოთ. აიცით რა, ფიქრს ანდომებთ აქ ძალიან ბევრ დროს და შეიძლება საუბარს ვიზამ რაღაცას, მაგრამ ფიქრი და საუბარი არის აქ მხოლოდ. თქვენ ვერ გადადიხართ მოქმედებაზე, ეს თქვენში უნდა იყოს მზაობა, მოდი, ხო, თქვენში არ არის რაღაც მზაობა, მხოლოდ საუბარი და ფიქრი. რომ გადახვიდეთ მოქმედებებზე. ხო, აქ ზუსტად ნახეთ, მოქმედებებზე გადადით. ძალიან, ასე ვთქვათ, იქნებით ესე ორიენტირებული. რაღაც დაუშვათ არ გამოგივიდათ და всё, ქვეყანა დაიქცა რაღაც, ხო? ესეთი ის გექნებათ. კი ბატონო, ნახეთ როგორ ის არის. აი თქვენ თვითონ რატომღაც შეჩერდით, ხო? როგორც ფიქრი და საუბარი.
შეიძლება ისაუბარ საკუთარ თავთან არა კაცო. იცით რა არავისთან არ ვსაუბრობ, არ მithქვია ესეთი რაღაცებს, როცა ამბობთ. ეს შეიძლება საკუთარ თავთან იყოს, ხო? ესე ვიზამის რაღაცა გეგმას ხო ადგენთ. ასევე შესაძლებელია კიდევ რაღაცა წარმატებას რომ მიაღწიეთ, წახვედით, რაღაცა გააკეთეთ, გადაადგილდით ხალხო. თქვენ ვინმესთან არ თქვით, მაგრამ ხალხი შეუმჩნეველს ვერ დატოვებთ რაღაცას, ხო? ძალიან იშვიათი არის. რომ ასე რამე იმოქმედო ახლა ხო და რაღაცა ისეთი თუ გააკეთეთ მით უმეტეს მნიშვნელოვანი ეს უკვე ნათქვამი არის, ხო? ვიღაცამ გაიგო, ვიღაცამ შეგხედათ ბოროტი თვალით სიტყვაზე, ხო? ასე რომ ის რომ არავინ მარიცის, ცოტა უცნაურია ესეთი მიდგომა, როდესაც საზოგადო საქმეს, ანუ ყველასთვის შესამჩნევ რაღაცას რომ აკეთებთ. აქ მე გეტყოდით, რომ აი თქვენ მოქმედებაზე გადადით, უბრალოდ აი გააქტიურდით ის, რაც თქვენ იდეაში გაქვთ, რაცაც ფიქრობთ და ფინანსები არ წამოვაგე არა, იცით როგორ წამოვა? წვიმასავით წამოვა, რას ლაპარაკობთ? ყველაფერი თქვენს გვერდით დგას, თითქოს თქვენ გელოდებიან, ჰე, მიდი, ჰე, რას უყურებ, ჰე, კაცო, ჰე, დროზე. აი ყველაფერი აბსოლუტურად თქვენი საგვარეულო ხაზი, თქვენი მფარველები, მთელი სამყარო, ყველა ენერგია თითქოს თქვენს მოქმედებას ელოდება. აი თქვენ კიდევ გახართ ესე და რა ვქნა, რატო გჭირდეს კიდ მაინც, რატო გჭირთ? რაღაც აი ეს თქვენს კომფორტის ზონაში ჩაიკეტეთ, რაღაც თქვენთვის ჩაიკეტეთ ესე გულნატკენი, რაღაცა საკითხთან დაკავშირებით არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება რამე არ გამოგივიდა, შეიძლება ვინმეს ეხება კონკრეტულად და всё, აი დარჩით იქ. და ვეღარ ხვდებით, რომ всё, უნდა დასრულდეს, ახლა რაღაც საქმე გაქვს გასაკეთებელი. აი, თითქოს ერთ ადგილას კი არ ტრიალებთ ერთ ადგილას, აი ამ ერთ ადგილში დარჩით. რაღაც ისეთი მომენტი არის. და როგორ არის, იცით, სხვა, ну, ახლა ვიღაცამ რაღაცა გისურვა თუ ესე ენერგეტიკული ქურდი არის თუ რაღაც არის, ნახეთ, ეს თქვენ ვერ დაგაკლებთ ვერაფერს, რაღაცა დარჩით ამ მომენტში, აი როგორ იცით, ახლა ვიღაცამ მოგექცათ არასწორად და всё, გადატრიალდით, ინერვიულეთ, რატო ქნა, აი მოგხვდათ გულზე, ხო, ეს და ამ რატოში დარჩით. всё, კი, მოქმედა, იმან გააკეთა, всё, ვეღარ შეძლი, ხო, მართალია გულსატკენია, მაგრამ მოიშორეთ ესეთი ადამიანი, თუ კი მით უმეტეს ეს შესამჩნევი არის და გააგრძელეთ თქვენი გზა, გააგრძელეთ. მე ვფიქრობ, რომ კი გამოხვალთ აი ამ რაღაც გაუგებარი თუ ისეთი კრიზისული მდგომარეობიდან, თქვენ აქ ზუსტად შეგიძლიათ ძალიან რას ლაპარაკობ. იჭვი წარმეპარება ფინანსები წამოვა, აი ოღონდ რა თქმა უნდა, ახლა ციდან არაფერი არ ჩამოცვიოთ, თქვენ უნდა იმუშაოთ და ესე უნდა მოიპოვოთ ესა თანხა. რა თქმა უნდა იმუშაოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გამოგდით, ხო? ეს რო გამოდის კიდევ სხვას, აი ღებულობთ პირდაპირ დახმარებას, მადლიერებას არ და კმაყოფილი დარჩებით. მე ასე გეტყოდით, რომ საბოლოო ჯამში მერე უკვე აი კმაყოფილება, მაგრამ მადლიერებას არ დაგავიწყდეთ, ხო? კმაყოფილი დარჩებით თქვენი წარმატებით, თქვენი ფინანსებით, სწორ მიმართულებასაც პოულობთ, კი ბატონო. ნახეთ, არა, ის მომენტი რომ არა თქვენ თვითონ ნატერორებთ კაცო საკუთარ თავს. აი მე რაღაცა არ შეგიძლია, რაღაცა არ გამოგდის, როგორ არ გამოდის. იცით რა არის? მე ყოველთვის ვიცოდი ესეთი თქმა და კაიხანი არ გამიჟღრებია. გაიხსენეთ, როგორ მიაღწიეთ წარმატებას. შესაძლებელია ზუსტად ის ერთი რაღაც ვერ გმართალი ახლა ძველი რაღაცები ვითომ არ მუშაობს ის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებდით იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ.
მე ადამიანი რო წარმატებას აღწევს, ჩერდება ავტომატურად. აი მე რა ხდება და ისეთი ესე რო თქვა თვალები დათხრელი აღარ დარბიხართ. და აღარ იმაშვებით ისე ყველაფერს ხო აკეთებთ. როგორც აკეთებდით. ამიტომ აქ ეს მომენტი არის. აქ სხვა არაფერი არ თქვენა დაბლოკილი ხარ და არაფერი თქვენ ყველაფერი თქვენს მხარეზეა. რამხელა სურვილების ასრულება გაქვთ, იცით და რამხელა ბედნიერება მოდის აქ. რაც ყველაზე ძვირფასი არკანები იყო, აბსოლუტურად ყველაფერი დამილაგდა ერთმანეთის მიყოლებით. პირდაპირ დასტაბილურება თქვენი ფინანსური ენერგიის თანხის დაგროვება გინდათ, აი ეს ყველაფერი უბრალოდ აი ეს რაღაცა მე მგონია რომ წუწუნი უფრო გიყვართ და წუწუნის კომფორტის ზონაში ხართ, ხო ესეც ხო ის არის რა ქვია ახლა ესეც ხდება ხო რაღაც აი წუწუნის კომფორტის ზონა, ნუ რაღაცა ახალი თქვი ზონია ხო მაგრამ ну არის ვიღაცასა აქ თქვენ მე პირდაპირ გეუბნებით თქვენზე არის დამოკიდებული როგორ იქნება თქვენი ფინანსები ეგ ვერავინ თქვენ ვერ გერევათ აი თქვენ თუ ესე გააგრძელებთ რაღაცა რა არჩევანი ну გიჭირთ რაღაც შესაძლებელია ნახეთ მომენტალურად რომ ზოგიერთი მოდი ასე ვთქვათ, მოდი დავისვენებ და დასვენების კომფორტის ზონაში რჩება, მერე უკვე ვეღარ გამოდის, ვეღარ დაასრულა დასვენება. ამიტომ ზოგიერთისთვის დასვენება არის მთლად ისეთი, რა ქვია, არ შეიძლება, მოდი ასე გეცოდით, ხო? იმიტომ რომ ბევრი რაღაცები ავიწყდებათ. აი, წუწუნის თემა უფრო მიფიქსირდება, აქ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ თქვენ წარმოიდგინეთ თანხებიც კი რომ დააგროვოთ ეს დამგროვებლური პოზიცია არის მიფიქსირდება და ეს აუცილებლად გამოდივათ. ვინც ჩაიფიქრა ციტრინი, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის ფინანსები ვალდებულება აქ მე ასე გეტყოდით კომუნიკაცია აუცილებლად გჭირდებათ შესაძლებელია ეს ანუ თანამშრომლობა ან რაღაცა ესეთი რამე ფიქსირდება, მაგრამ აუცილებლად იქნება. აქაც მეორე ვარიანტიც რაღაც არის, ცოტა თითქოს გეჭვებათ, მაგრამ უფრო წარსულში დაფიქსირდეთ. რატომღაც პირველ და მეორე ვარიანტი თითქოს გავს ერთმანეთს. განახლება მიფიქსირდება თქვენი ფინანსური ენერგიის. არ არის გამორიცხული, რომ თითქოს ელოდებით ვიღაცამ და მოგცეთ თანხები ვიღაცისგან და დრო დაჭირდება ამ ყველაფერს. მე უფრო მგონია, რომ თქვენი ფინანსები ნახეთ ცოტა დრო სჭირდება, რომ გადავიდეს ახალ პოზიციაზე, რაღაც აქ კარმული დაზიანება გაქვთ. ხო, ეს ფინანსური ეგრეგორს ძალიან დიდი მოფრთხილება სჭირდება, ჩემო კარგებო. ამიტომ უნდა ისწავლოთ მეორე ვარიანტმა ფინანსებთან მოქცევის თემა, მე ასე გეტყოდით. როგორ იქნება? ყოველ შემთხვევაში ამ დროის შემდეგ ცოტა ხანი დაელოდეთ. კი, თქვენ
როგორ არის თქვენ რაც გინდათ ამ ეტაპზე რაც გაქვთ ჩაფიქრებული ამ ყველაფერს მოაგვარებთ გააკეთებთ შეიძლება თქვენ გადახვიდეთ ამ ენერგიაში ანუ უბრალოდ ვიღაცის დახმარების საშუალებით მაგრამ აი მე რაც მინდა ის გავაკეთე მე რაც მინდოდა ის შევძელი კმაყოფილება თქვენთანაც ფიქსირდება მეორე ვარიანტი სწორ მიმართულებასაც პოულობთ უბრალოდ ორი ბიჭი თუ ვინმეს გყავთ შვილი, ესენი მანდა მაინც ნუ ცოტა ხო ხო ცოტა გავფრთხილდით ფინანსურ ენერგიას გაცემაში. მაინც გეტყოდით რომ აი რო გითხრათ ახლა რაღაცა ისე თავზე საყრელად არ არის აქ, მაგრამ რაც გინდათ იმდენი შემოგივათ, ანუ თქვენ ამ წუთში რა საკითხით გაქვთ მოსაგვარებელი, იმდენი შემოგივათ რაღაციდან, გააკეთებთ და აი მე რაც მინდოდა ეს გავაკეთე. ამ ეტაპზე ნამდვილად მიფიქსირდებით. მეორე ვარიანტი. სულ ეს იყო მედია გამოგადგებადეს ინფორმაცია და რეზონინგა.